კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოგზანებისთვის. მოგესალმებით. ხო, ეს პრინციპში არ ახალია პრინციპში ეს. ხო, ფარდას ხდის იმ დაძაბულ და ესკალაციის იმ ეტაპს, რაც დღეს სამწუხაროდ საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მიმდინარეობს. ხო, ჩვენ ვიცოდით თქვათ ამ დინამიკის მეორე ნაწილი, რომ რუბიოს მესიჯი არ მივიდა ბატონ ინვანიშვილამდე, იმიტომ რომ პასუხიც ღიად მოიწერა, რომ სანქციები მომიხსენით და შეხვდებით, ხო? რეალურად ასე თარგმნეთ თქვენ ივანიშვილის პასუხი. ხო, იმ წერილში ხო ესე წერია, რომ სანამ მე ვარ შანტაჟის ქვეშ, შეხვედრა არ შედგება. ეხლა გავიგეთ უკვე პირველი ნაწილი, რომ ყოფილა სხვა წერილიც, რომელიც როგორც ქალბატონმა ელჩვა ბძანა იყო ეს სამი სიტყვა ხო შეურაცხყოფელი. მუქარის შემცველი და არასერიოზული. არასერიოზული, ხო, ხა მუქარის შემცველი ცოტა მართლა საინტერესოა, ხა რითი უნდა დაემუქროს საქართველოს ან ქართული ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ტრამპს. რა ბერკეტი აქვს? ხო, რა ბერკეტი აქვს? ზეწოლის გავლენის მოხდენის მუქარის. ეს ალბათ უფრო ინტერპრეტაციაა, მაგრამ ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ ღია წერილიც ვნახეთ, სადაც თქვათ ტონი იმ ღია წერილშიც არ იყო, ხო, მაინდა-მაინც ესეთი კეთილგანწყობილი ტონი იყო, რომ თქვენ აქ რევოლუციებს აფინანსებდით და თუმცა როგორც ჩანს უფრო მძიმე წერილი გაიგზავნა დახურული. ამ დროს შეიძლება ეფიქრა მოქალაქეს, რომ ეს ჩვენთვის გამოაქვეყნა ისეთი თორემ შტატებში ინგლისურ ენაზე სხვანაირად რთილად გააგზავნიდა. ეს მეორე წერილი იყო შიდა აუდიტორიისთვის და როგორც ირკვევა, ან ყოველ შემთხვევაში ქალბატონი ელჩი როგორც თვლის, ის პირველი წერილიც ამ ხრივ ეტყობა ის თანმიმდევრულია ქართული ოცნება, რომ გარეთა და შიგნითაც ერთი მესიჯი აქვს. ეტყობა იმ წერილშიც იგივე იყო, რომ ბაიდენის დროს აქ რევოლუციებს აწყობდით და ეხლა დავლაგდეთ სუფთა ფურცლიდან. და აი ალბათ მთავარი შეცდომაა, რომ მიუხედავად იმისა, რა კრიტიკულიც არ უნდა იყოს ეხლა ტრამპის ადმინისტრაცია, ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, ეს არის განგრძობითობა, ხო, 200 წლოვანი თუ 250 წლოვანი ინსტიტუციური მემკვიდრეობის ქვეყანაა და არ იქნება არანაირ განლაგებაში, რომ ეხლა ტრამპის ადმინისტრაცია გამოვიდეს და თქვას, რომ ბაიდენის დროს ჩვენ აქ რევოლუციას და სახელმწიფო გადაწყვეტს. სულ ეგრე არ იყო, ხო, მაგრამ სულ ეგრე იყოს, არც ერთ სახელმწიფო არ გამოვა და არ გეტყვის, რომ ჩვენ აქ რევოლუციას ვაწყობთ. გიორგი, იქ არის ასევე ფრაგმენტები, როდესაც დენიგანი ამბობს, რომ ისე მოხდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა აღმოვაჩენდი კარგ პარტნიორს, რომელთანაც პროგრესს ვაღწევდი, ადრე თუ გვიან ეს მინისტრი ან მაღალჩინოსანი იცვლებოდა, ან და მიღებული გადაწყვეტილებებს ვინმე ვიღაც ამოაყირავებდა, ვინც მათზე მაღლა იდგა. რაღაცნაირად მთელი ინტერვიუს დინამიკა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება, ან ჩვენ გვინდა დალაგება, რაღაც ასეთის ნიშნებით არ ჩანს ოცნების მხრიდან, რომ რეალურად ოცნება საერთოდ არ არის მისი დღის წესრიგის რაღაც პრიორიტეტი შტატებთან დალაგება. თუ არის ოღონდ მათი პირობები და ამის გამო ამ ენას მიმართავენ. მე მგონი არის როგორი პირობები, რაც ასევე კი იმ წერილიდანაც ჩანს, ხო, რომ მაღიარეთ ან დალაგება როგორ რომ მაღიარეთ რომ მე ვარ აქ ერისთავი და მე ყველაფერი ნუ მთხოვთ აქ ზედმეტ გადაჭარბებულ დემოკრატიას, რომელიც ან ნუაძლიერებს იმ ძალებს, რომელსაც მე განვიხილავ, რომ არიან საბოტაჟის და რადიკალიზმის წყარო. შემდეგ უკვე ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ, ახლა ვაჭრობაზე ვილაპარაკოთ, თერეფნებზე ვილაპარაკოთ. მაგრამ აქ ხო მთავარი კითხვა ეს არის, რომ და არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვენ ინტერესებში უფრო არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგება. რა დააკლდება ტრამპის ადმინისტრაციას, რომ არ დაგილაგდეს. თან რაღაცნაირად ეს წერილი ეს ინტერვიუ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რას ბევრს არაფერს არ გთხოვთო, რისის გაკეთებაც არ შეგიძლიათ. პირველი არის, რომ ტონს დაუწიეთ. მაგრამ ჩვენ მეორე და მესამე არ ვიცით ქალბატონ ელჩს. ეს პირველიც ხო ტონს დაუწიეთ, კი ბატონო, ხა ამერიკა ამას მოითხოვს, მაგრამ ეს როგორც ქართულ ოცნებას მაშინ საკუთარი თავის უარყოფა გამოუვა, ხო? ხა ისინი ამბობენ, რომ ნუ თან იძახიან, რომ ხო ჩვენ ამერიკას არ გულისხმობთ, ჩვენ გულისხმობთ deep states და რაღაცას, მაგრამ ეს ხა მთელი იდეოლოგიური ზედნაშენი ამ ტონზეა და ამ ესკალაციაზეა. შესაბამისად, ნუ ფაქტი არ უწევენ ტონს. თავის თავს ვერ უღალატებენ? ხო. ეს ერთი. მეორე, რო ვთქვი, რომ ხა რა აკლდება ტრამპს, რომ არ დაგილაგდეს, შეიძლება პირიქითაც არის, რომ აი დალაგებას
უნდა დალაგება თავის პირობები და თუ არ გამოდის, ურჩევნიათ ეს იწილო და ეს გაურკვევლობა, ეს ბურუსი და ეს ჭაობი. ამ ბურუსის გაწელვას ხომ არ ცდილობენ, ვიდრე ომი დამთავრდება, ან რაღაც იმ ტიპის გადანაწილება იქნება, სადაც უკვე მათი ასარჩევი შეიძლება არ დარჩეს ფლად სად. ხო, აი ცოტა რო გადავუხვიოთ ომი ახსენეთ, ესეც კაი თემაა იმ კუთხით, რომ კიდე ერთხელ კარგად უჩვენებს, რომ აი პოლიტიკაში ესეთი დაშვებები ან აზრები, რომ აი ეს მოხდება, ხო, აი რამდენს ჯეროდა და თვითონ ბატონ ბიძინასაც ხო ნათქვამი აქვს, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დამთავრდება 6 თვეში. და რამდენს ჯეროდა? ან წლის ბოლომდეო ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აქვს ნათქვამი და წლის ბოლო ჯერ არ არის, მაგრამ არაფერი ამ ომს დასრულების არ უჩანს. ბევრს ჯეროდა რომ ყირიმს გაყიდის ტრამპი და რაღაცები და მიუხედავად ამისა, საბოლოოდ გამოჩნდა კიდევ ერთხელ როგორც არაერთხელ რომ საერთაშორისო პოლიტიკაც იმართება ცოტა სხვა კანონებით, ვიდრე ეს არის რაღაცა წმენა წარმოდგენები ორ გაზეთში ან Facebook სტატუსებზე ამოკითხული წმენა წარმოდგენები. ვერ დასრულდება უკრაინის ომი ასე იოლად. ხო, ფაქტია, იმიტომ რომ რუსეთის პრეზიდენტი და იქ სტამბულში რა მოთხოვნებით წაუყენეს უკრაინას არის რომ ან ვიომებთ, ან თქვენით უნდა დაცალოთ ახლა 4 ტერიტორია, რომელსაც მე 3 წელია ვერ ვიღებ და უკრაინაც ახლა რა თქმა უნდა ამბობს რომ კი ბატონო ვიომებთ, იმიტომ რომ ის რაღაცა 3 სოფლის აღება თქვენ გიждდებათ 30000 კაცი და უდიდესი სისხლის პასი და ეს ომი ესე მარტივად არ და ვერ დასრულდება. კიდე ერთი ნათელი მაგალითი რომ რაღაცა ხმამაღალი განცხადებები იგივე ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან რომ მე ამ ომს დავასრულებ, ან და წმენა ქართულ პოლიტიკურ ინსტაბილიზმენტში რომ ახლა ტრამპი მოვადო ომს დაასრულებს. არ აღმოჩნდა მართალი. მეორე საკითხია კიდე სიმართლე რომ ვთქვათ, ურჩევნიათ ომის დასრულება, თუ ურჩევნიათ ის რომ ეს ომის შიში კიდე შენარჩუნებული იყოს, ეს კიდე ოცნებას? ხო, საქართველოს მთავრობას, იმიტომ რომ ღრიე წყალში უფრო იოლია, ხო, რაღაცა მანევრირება და რაღაცა ალბათ და ამ კუთხით შეიძლება კი, რა თქმა უნდა, ამბობენ რომ ჩვენ საქართველოს წნეხი მოიხსნება თუ პირველი фронტი დასრულდება, მაგრამ მეორე მხრივ იდეოლოგიურად და პროპაგანდისტულად სანამ სადღაც თოფი ისვრის ხო ეს ყოველთვის მესიჯი რომ ჩვენ აქ მშვიდობას ვიცავ და მე აქ მეორე ფრონტს თხოვენ უფრო ვალიდურად ჟღერს ხო მათი გადმოწერა იქ არის ინტერვიუში კიდევ ერთი ფრაგმენტი სადაც კომუნიკაციის სურვილზე არის ლაპარაკი და იქ ირკვევა რომ რაღაც ეტაპზე ქონდა ამ კომუნიკაციის სურვილი ივანიშვილს ეს იყო წინასაარჩევნოდ ცოტა ხანი და ასევე პოსტსაარჩევნოდ პერიოდი ანუ რთული პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერში, როგორც ჩანს, თავად უნდოდა ივანიშვილს შეხვედრა. ჩვენ იმედის ინტერვიუდან ვიცოდით, რომ მოითხოვა მან ეს შეხვედრა და არჩევნების შემდეგ იქნებოდა, თუმცა, დაგვიანოსა ივანიშვილმა, მაგრამ არჩევნების შემდეგ რა იყო ხო ნახეთ. 28 ნოემბრის შემდეგ გასაგებია, თუმცა 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე რატო არ შედგა შეხვედრა? ეს ჩვენ ამაზე პასუხი არ აქვს. ვაშინგტონის გადაწყვეტილება იყო, როგორც ჩანს. ხო, ფაქტია, ხო, ეხა ეს რო ყოფილიყო ბატონ ივანიშვილის გადაწყვეტილება გვეტყოდნენ რომ მან გააუქმა. ფაქტია რომ გააუქმეს ის შეხვედრა 28 ნოემბრამდეც ალბათ ან არ შეხვდნენ ან გაუწელეს და ეს ის პერიოდია როცა ის დაასანქცირეს ხომ ასეა? არა, დაასანქცირეს დეკემბერში. 28 ნოემბრის შემდეგ ხო, მაგრამ დასანქცირების გადაწყვეტილება ესე ხო ადვილ ეს ერთ დღეში არ იყო, ანუ მიდიოდნენ ამ მაგრამ როგორ სანქცირებას თუ დაუბრუნდებით, დასანქცირება დიდი ალბათობით არის 28 ნოემბრის და ცემატყეპის შედეგი. დიდი ალბათობით. რო არ ყოფილიყო 28 ნოემბერი და ცემატყეპა, მე არ მგონი, თუ ენტონი ბლინკენის იმ წერილს განცხადებას წავიკითხავთ, მე არ მგონია ყოფილიყო სანქცირება. თუმცა ეს სანქცირებაც ხო მისი გადმოსახედია ის ყოველთვის იძახის, რომ დე ფაქტოდ აქამდე სანქცირებული ვარ, ჩემ ფულს არ მიბრუნებთ. და მისთვის ეს ამბობს რომ ახლა უბრალოდ დე იურეთ დამასანქცია. კი ბატონო. შიდა პოლიტიკაზეც რომ ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, რთული ვითარება, რომელიც ეს ვთქვათ ბიზნესმენის ახლა რამიშვილის დაკავება, იქ იარაღის ისტორია და პატიმრობის მოთხოვნა, აჭარის ყოფილი მეთაურის, მთავრობის ხელმძღვანელის ეს გარჩევა როგორ ჩანს რაღაც იმ ტიპის რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ამ დროს პოლიტიკურ სპექტრში მთავარი დილემა ვინ წავა არჩევნებში, ვინ წავა ბოიკოტში. აი ამ არსებულ ვითარებაში პარტიები ჯობია რომ უფრო რაღაცა ქუჩის გამაგრებაზე ფიქრობდნენ თუ უფრო საარჩევნო ფორმაში იყვნენ მოცემულობა რას კარნახობს, რას უნდა კარნახობდეს მათ. ზოგადად, რა თქვა, ხა პოლიტიკური პარტია იმისთვის არის, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. თუ ხა რევოლუციურ ორგანიზაცია, მაშინ უკაცრავად და რევოლუციის თავი უნდა ქონდეს და თუ რევოლუციის თავიც არა გაქვს
და თან არ აღიარებ პარლამენტს, არ აღიარებ პრეზიდენტს. ცოტა რთული ამ კუთხით რთული, ანუ მაშინ საკუთარ ასე ვთქვათ ისეთ ვითარებაში აყენებს საკუთარ თავს, რომ შემდეგი რა ნაბიჯი უნდა იყოს. ხო, ერთის მხრივ აი ეს ბოიკოტი თანმიმდევრულია, თუმცა თანმიმდევრულია ასე ვთქვათ თანმიმდევრულია რადიკალიზმში, ხო, არ აღიარებ პარლამენტს, არ აღიარებ პრეზიდენტს, ეხა არ აღიარებ თვითმმართველობის არჩევნებს, მეორე მხრივ არ აგაქვს რაღაცა რევოლუციური მოღვაწეობის თავი და კიდე ამბობ, რომ მაინც პარტია ხარ, ხო. მეორე მხრივ უფრო რთულია ვითარება, როდესაც ერთის მხრივ არ აღიარებ პარლამენტს, არ აღიარებ პრეზიდენტს და თან არჩევნებში ხო, თან არჩევნებში იღებ მონაწილეობას, ეს რა თქმა უნდა, ერთის მხრივ სწორი გადაწყვეტილება, ხა პოლიტიკური პარტია იმისა, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მეორე მხრივ ყოველთვის თანმიმდევრულობის დილემა. თანმიმდევრულობის ხო, ჯობი ეს დილემა არის, იყო თანმიმდევრული სიგიჟეში თუ პრაგმატიზმში. იყო არა თანმიმდევრული გონიერებაში, ასე რაციონალიზმში? ხო, პრაგმატიზმში, მაგრამ ყოველთვის წამოგაძახებენ მაშინ, რომ აი, მაშინ რატო დათმეთ ის გადაღებული პარლამენტი, ხო, თავი და თავი ხო ყველაფრის ის გადაღებული პარლამენტის ბოიკოტია, მეც სულ იქ მივდივარ. რომლის 27 ოქტომბერი იყო ყველაზე სადავო გადაწყვეტილება ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ ამაზე დგას ეს არ აღიარება და აი თუ არ მივაღწიეთ, მაინც მგონია, რომ ეს იყო პოლიტიკური შეცდომა. დღეს სხვათა შორის გვარამია ციხიდან წერს, რომ ეს დანაშაულზე მეტია ტალეირანის შეცდომა ლელოს და გახარიას გადაწყვეტილებაზე შევიდნენ არჩევნებში. მოვა და ნუ ან დაწერენ მემუარებს, ან მე მგონია რომ დღესაც ახლა კამერა რო გამორთულია თვითონაც ხო ხვდებიან რომ ეს არ იყო კაი გადაწყვეტილება მე არ მგონია რომ ისე სწრაფად მიიღეს ისე დარწმუნებულებმა მსჯელობას რამდენად გაყალბდა ამის ანალიზსაც ვერ მოასწრებდნენ 18 საათში თვიანი გზით გადამდები სიგიჟე ხო ესე იგი 14 და 16 საათში მიღებული გადაწყვეტილება რომლის შედეგებსაც ისინი პირადად იმკიან იმ კუთხით რომ ამის შედეგია რომ პარლამენტს არ ვაღიარებ პრეზიდენტს არ ვაღიარებ კომისიას არ ვაღიარებ კომისიაზე არ მივალ და შემდეგ უკვე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ თუ არ აღიარებენ წავლენ ციხეში ხო ყველაფერი თავი და თავი სამწუხაროდ მიდივართ ამ გადაწყვეტილებამდე რომელმაც ამდენი საბედისწერო შემდეგ გადაწყვეტილება გამოიწვია აი ისე ვიბრუნდები ამბობენ ეს ბოიკოტისტები ეგრეთ წოდებული რომ არ აღიარება იყო მთავარი რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ ჩვენი 27 ოქტომბრის აი იმ აქტით, როცა სალომე ზურაბიშვილი წინ უკან პარტიები და არალეგიტიმურად გამოაცხადეს არჩევნები. კი ბატონო, ნუ უკვე ეს ყმადაღებული თემა რამდენი შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რომ ვინ არ აღიარებს და ვინ აღიარებს. სანამ ამ თემას არ დაუბრუნდებიან, იქამდე არჩევნებზე ან ბოიკოტზე ლაპარაკი იმ ვენესუელაშიც კი, თქვათ, ხო ეგეც ჩაფლავდა ის გვაიდო, ეხა სხვა აღიარებენ კიდე, მაგრამ დრო იყო და ის გვაიდოს დანიშნული, თქვათ, ეგრეთ წოდებული ელჩი წარმოადგენდა ამერიკაში ვენესუელის ინტერესს, თქვათ. იქ რაღაცა იყო, აქ რას ნიშნავს? აი თქვათ არ აღიარებ, მაშინ ვინ უნდა, ანუ ეს კიდე ხო 500-ჯერ მithქვას, ამ დასავლეთს რას თხოვენ? თუ ამათ საქართველოს ვინ უნდა აღიარონ? მაშინ რაღაც უნდა ალტერნატიული მთავრობა შეიქმნა და იმან უნდა დანიშნო, მაგრამ ის ალტერნატიული მთავრობაც ხო რაღაცაზე სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ პრეზიდენტია ლეგიტიმური, როგორც აი ამ ლეგიტიმაციის საყრდენს ალტერნატიულს. ის გვაიდო ამბობს, რომ არჩევნები მოიგო და რაღაცა უქმები მაინც უჭირავს და აქ ვის რა უჭირავს, რა უქმი უჭირავს, ან ვის უჭირავს, რომ არჩევნები მოიგო და ხო ამიტომ ეს ჩემი აზრით და არ ვიცი ხა რო გვაჩვენებს ხო იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება 27 ოქტომბერს რო დაუბრუნდა ნაჩქარევი რომ არის ჯერ მარტო სხვაობა არჩევნების დასრულებასა და ამ გადაწყვეტილებას შორის დროის სხვაობა აჩვენებს ამას დრო აჩვენებს რომ ნუ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომ აი დღემდე აი ამას იმკიან, რომ თუ პრეზიდენტს არ აღიარებ, რა არჩევნებზე გადიხარ, ხო, ეს კითხვები ისმის და ამაზე პასუხი არის, პასუხი არის, რომ კონსტიტუციით არის. ლელოს და გახარიას გადაწყვეტილება ახლა არის სწორედ იმ შეცდომის გამოსწორების სურვილი, ასე ფიქრობთ? გახარიას უფრო ნაკლებად აქვს ეს, იმიტომ რომ და ანალიზი, რომ ნუ თქვა პირდაპირ, რომ ჯერჯერობით ქუჩა ვერ იმკის იმ შედეგს, რაც საჭიროა. და პარტია იმისთვის რომ ეხა პარტიასაც სჭირდება ხო არჩევნებში მონაწილეობა იქ რეგიონალური სტრუქტურებია ასე შემდეგ და თუ ეხა მართლა მაშინ აბრაგად უნდა გააბრაგდეს პარტია თუ არაფერს არ აღიარებ მაშინ გავარდი ტყეში ხო ეხა პარტია უნდა გაუქმო და თოფი აიღო ხელში არალეგალური იატაკქვეშა და ორგანიზაციად უნდა თუ არაფერს არ აღიარებ და თუ ამბობ რომ ყველაფერი არალეგიტიმურია
და მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ხო პოლიტიკური პარტია. ამიტომ ეს რთული გადაწყვეტილებაა და ლელო და გახარია ცდილობენ რომ მაინც რაღაცა დონის რაღაცა კალაპოტში დაბრუნები. თუმცა ეს ძალიან რთულია მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში ოპოზიციური წრეხი, ხო? ჩვენ ამას ყოველდღე ვკითხულობთ, რომ არის რომ მოღალატეებად შერაცხვა და ლოგიკური კითხვაა, რომ თუ პრეზიდენტს არ აღიარებ და პარლამენტს არ აღიარებ, რა არჩევნებში მიდიხარ. ხო, ეს კითხვა არის. მეორე კითხვა არის, რომ მე მგონი ცოტა სათუო დაპირება, რომ ჩვენ ხარ თვითმმართველობის არჩევნებში რეჟიმს დავამარცხებთ. ეგ ეხლა ვიყოთ პირდაპირებით ცოტა სათუო დაპირებაა და კი ბატონო. და შემდეგ აი მონაწილეობა გაშობია თქვა რომ მონაწილეობთ, იმიტომ რომ პოლიტიკური ცხოვრება პარტია იმის. აი მე ამოვიყოთ ეს ჩემი ფრაზა 5 ოქტომბერს რო დადგება რომ ალბათ ხო ვერ მოიგებენ, მე კითხვა რომ აი პარლამენტში თუ არ შეხვედი საკრებულოში რატო არ შედიხარ? აი ამ კითხვის კითხვა თუ კიდე დადგება, მე წავალ ჟურნალისტიკიდან, იმიტომ რომ დავიღალე აი შევარ თუ არ შედიხარ, ეხლა უკვე სასაცილოდ აღარ იქნება საკრებულოების არალეგიტიმურად გამოცხადება და საკრებულოების ბოიკოტი, ხო და შესაბამისად თვითონ ჩაიყენეს ხო ამ ვითარებაში მობილობა უნდა და ის დაიტოვო უკან დასახევი გზა. კი ბატონო, გიორგი, დიდი მადლობა. მადლობა მაყურებელს, დღეს დავასრულეთ